საქართველოს უკვე მრავალი წელია არის რუსული საინფორმაციო ოპერაციების ერთ-ერთი სამიზნე, განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდებში და ასე მოხდა გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. არასამთავრობო ორგანიზაცია ისპედი, სამართლიანი არჩევნები აქვეყნებს კვლევას იმის თაობაზე, თუ როგორ მუშაობდა რუსეთი კოორდინირებულად საქართველოში პროპაგანდის გავრცელების მიზნით, რასაც ჩართული იყო არა მხოლოდ ანონიმური ქსელი ინტერნეტში, სოციალურ ქსელში, არამედ მოქმედებდნენ კრემლის წარმომადგენელი პირები და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მთავარი მესიჯი, რომელიც ამ პროპაგანდის დროს ვრცელდებოდა, როგორც ისპედი აღნიშნავს, იყო ის, რომ დასავლეთი აპირებს ფერადი რევოლუციის მოწყობას საქართველოში. რამდენიმე მაგალითი აქვს მოყვანილი ისპედს ამისათვის, მაგალითად ერთ-ერთი არის 2024 წლის 9 ივლისს გაკეთებული განცხადება რუსეთის საგარეო დაზვერვის, სადაც აღნიშნული იყო, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლას და ასევე პარალელი იყო გავლებული 2014 წლის უკრაინის მაიდანთან. როგორც აღნიშნავს ისპედი, იმისათვის რომ გავრცელდეს ეს ნარატივი, რუსული ნარატივი, სოციალურ ქსელში გამოიყენებოდა ეგრეთ წოდებული მიმებიც კი, ანუ იუმორისტული გზით ცდილობდნენ მომხმარებლებზე გავლენის მოხდენას, რათა შეცდომაში შეეყვანათ და ეს ეგრეთ წოდებული მიმები სოციალურ ქსელში დარეკლამებულიც კი იყო. უფრო დეტალურად თუ როგორ მოქმედებდა რუსეთი კოორდინირებულად საქართველოზე ამ პერიოდში ჩვენ გავესაუბრეთ ისპედის სოციალური მედიის მკვლევარს ეკატერინე ჯანიაშვილს. სამართლიანი არჩევნები 2018 წლიდან აკვირდება ზოგადად სოციალურ მედიაში მიმდინარე კამპანიებს, შიდა და გარე საინფორმაციო ოპერაციებს და ჩვენ აი ამ პერიოდიდან ხედავდით, რომ ქართული საინფორმაციო სივრცისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სწორედ რუსული საინფორმაციო ჩარევები წარმოადგენს. 2020 წელს ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გააქტიურდნენ ქართულ სოციალურ მედიაში კრემლისტური სააგენტოები, სპუტნიკი, ნიუსფრონტი და ჰქონდათ კოორდინირებული არაავტენტური ქსელები. მაგრამ დავინახეთ, რომ უკვე დროის გასვლასთან ერთად აი ეს ტაქტიკები და ტექნიკები ტრანსფორმირდა და დავინახეთ, რომ Facebook-ის პლატფორმაზე და სხვა პლატფორმებზე, თუმცა უფრო მეტად Facebook-ის პლატფორმაზე მოქმედებენ ამჟამადაც რუსული ანონიმური საინფორმაციო ქსელები, რომელთა მიზანიც რაღაცა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება. აი ქსელი, რომელიც მოქმედებს ამჟამად არის ანონიმური, თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ ანონიმური ქსელი მოქმედებდა, არამედ რუსულ საინფორმაციო ოპერაციას აწარმოებდნენ ერთი მხრივ რუსი მაღალჩინოსნები, რუსული უწყებები, მათ შორის რუსეთის საგარეო დაზვერვა და ასევე კრემლისტური მედია საშუალებები, რომლებიც ქართულ ენაზე ოპერირებენ ძირითადად ტელეგრამის პლატფორმაზე, რადგან მათი გავრცელება არის შეზღუდული. და წინასაარჩევნო და არჩევნების შემდეგ პერიოდში ჩვენ მთავარი გზავნილი, რაც აი ამ ქსელის მიერ გავრცელებული დავინახეთ, იყო ის, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი გეგმავდა არჩევნების შემდეგ ფერადი რევოლუციის მოწყობას. გარდა იმისა, რომ აი ეს ნარატივები არეულობის და რევოლუციის მოწყობის შემდეგ მოდიოდა გარე აქტორების მხრიდან და ვრცელდებოდა კრემლისტური მედია საშუალებების მიერ, აი ეს გზავნილები გარკვეულწილად ხშირ შემთხვევაში ემთხვეოდა ხოლმე შიდა აქტორების ნარატივს და შიდა აქტორებში ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას, მასთან დაკავშირებულ მედია საშუალებებს და ანონიმურ ქსელს გულისხმობ. ჩვენ დავინახეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც კრემლი ვთქვათ ავრცელებდა ამ დეზინფორმაციას, შემდეგ სააგენტოები ავრცელებდნენ ტელეგრამზე და შემდეგ უკვე ხედავდით აი ამ გზავნილების გამოხმაურებას ადგილობრივი აქტორების მხრიდან. მათ შორის ანონიმური ქსელების მხრიდან, მათ შორის TikTok-ის პლატფორმაზე ვრცელდებოდა კოორდინირებულად აღნიშნული გზავნილები და ტელეგრამის პლატფორმაზე. მნიშვნელოვანია, როდესაც კონკრეტული პოსტი ან მიმი ან ერთი შეხედვით უწყინარი მასალა შეგხვდება, განვსაჯოთ რა ინტერესები შეიძლება იდგეს აი ამ პოსტის უკან. ამასთანავე ეს რუსული ქსელი ძალიან აქტიურად იყენებდა დარეკლამების ტექნიკას და ეს რეკლამები მეტად
პლატფორმაზე იყო გაუმჭვირვალე კომპანიის წესების დარღვევით, რადგან აუცილებელია მეტას პლატფორმებზე პოლიტიკური და სოციალური შინაარსის რეკლამების დეკლარირება. თუმცა აი ეს მიმები, და სტატიები, რასაც რუსული ქსელი ავრცელებდა, იყო დაუდეკლარირებელი, დასპონსორებული რეკლამები, რომელშიც კონკრეტული ფინანსური რესურსი იყო ჩადებული და ესეც ერთ-ერთი საეჭვო ინდიკატორია თუ რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ ამ ადამიანებს ფულადი რესურსის ჩადებისთვის აი ამ მიმებში თუ კონკრეტულ გზავნილებში.